ინტუიციურად ისეთი საგნების მრგვალად მოხსენება, როგორიცაა წრეები და სფეროები, ბუნებრივია. მაგრამ კონკრეტულად რა თვისება აქცევს სფეროს მრგვალად? თუ ფორმის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, დიდი მოცულობის გარშემოსაზღვრის თვალსაზრისით, მაშინ სფერულობას ვგულისხმობთ. და სფერო ის ფორმაა, რომელიც უმცირესი ზედაპირის ფართობით ყველაზე მეტ მოცულობას იტევს. სხვანაირად რომ ვთქვათ, სფერო ყველაზე სფერულია. თუმცა მრგვლობა უფრო მეტად გორვას უკავშირდება, ვიდრე მოცულობას. არა, მრგვალ საგანს შეუძლია შეუფერხებლად გაგორდეს. მაგალითად, ბორბალს ან საკისერს. და საკისრის ძირითადი მოთხოვნაა ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მუდმივი სიგანე. აღმოჩნდა, რომ არსებობს მრავალი არაწრიული მუდმივი სიგანის ფორმა, რომლებიც ასევე შესანიშნავი საკისრებია. მაგალითად, რულოს სამკუთხედი ან რულოს როტორი შედგება სამი წრის რკალისგან, რომლებიც ერთმანეთს ცენტრში გადაკვეთენ. ამგვარად, გვერდის ნებისმიერი წერტილი მოპირდაპირე წვეროდან ერთსა და იმავე მანძილზეა და ეს როტორი საოცრად ბრუნავს. უფრო მეტიც, რულოს სამკუთხედს შესაძლებლობა აქვს, რომ კვადრატულ ნახრეტებშიც შეუფერხებლად იბრუნოს. მაგრამ თქვენ თუ ეცდებით რულოს სამკუთხედის ავტომობილის ბორბლებად გამოყენებას, მისი წვეროები საკმაოდ არაკომფორტულ მგზავრობას გამოიწვევს. ფაქტობრივად, რულოს სამკუთხედს ამდენად წვეტიანი წვეროები აქვს. განამრგვლობის იდეას ეს არ ეწინააღმდეგება? სწორედ აქ მოდის გეოლოგია დასახმარებლად. ბასრი ან უხეში კიდეების მქონე ქვები ცვდება და მრგვალდება. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ რულოს სამკუთხედი მრგვალია, მაგრამ არა დამრგვალებული. მაგრამ ზოგიერთი ბრიტანული მონეტა მრგვალიცაა და დამრგვალებულიც. თუმცა ისინი მაინც არ არიან წრეები. 20 და 50 პენსიანი მონეტები მუდმივი სიგანის 7 კუთხედებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არაწრიულად გამოიყურებიან და ამავდროულად სავაჭრო ავტომატებში არ ეკიდებიან. და განასასაცილო არ არის? ფრანგული სიტყვა როლე ნიშნავს გორვას და ამავდროულად ფრანს რულომ მბრუნავი როტორი გამოიგონა.